Это точно только начало. Вы сейчас увидите, что будет. Я просто предлагаю всем купить попкорн и сесть, смотреть, наслаждаться. Выехали. ამბები, რომელსაც ამ რეპორტაჟში მოგიყვებით, ნამდვილად პოპკორნით საყურებელია. მომდევნო რამდენიმე წუთში გაჩვენებთ, როგორ ანადგურებს უკრაინული არმია ოკუპანტების სამხედრო ლოჯისტიკას, როგორ უპრობლემოდ დაფრინავენ უკრაინული წარმოების საშუალო და შორ დისტანციაზე მოქმედი დრონები და რაკეტები რუსეთის სიღრმეში და რა შედეგები აქვს კრემლის დიქტატორის ახირებებს მისივე მოსახლეობისთვის. დავიწყოთ ყველაზე მთავარით. Можем повторить, что пидоры охуели. Огонь, огонь. უკრაინამ ანექსირებული ნახევარკუნძულის სრული იზოლაცია დაიწყო. მიზანი გასაგებია პუტინის მკვლელმა არმიამ ვეღარ გააგრძელოს ყირიმის სამხედრო ბაზად და პოლიგონად გამოყენება. შესაბამისად, დრონებით დარტყმის ქვეშაა ყველა საკომუნიკაციო გზა, რითიც ანექსირებული ნახევარკუნძული უკრაინის დროებით ოკუპირებულ ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებს უკავშირდება. მთავარი დამაკავშირებელი კი ხიდებია: განიჩენსკის, ჩონგარის, არმიანსკისა და სტავკის. სწორედ მათი გამოყენებით გადაგქონდათ რუსებს სამხედრო მომარაგება ფრონტის ხაზზე. დღის მდგომარეობით 4-ვე ისე დაზიანებული, რომ მათ აღდგენას დიდი დრო და ფინანსები დასჭირდება. Проблема крымских мостов, тут что тут говорить, тут все понятно. Мы по ним работаем, и работа эта будет продолжаться. Я хочу сказать по поводу другого аспекта. Я хотел сказать, вы, пидорасы русские, нам за мой родной Харьков еще ответите. Ми наносимо це ураження не рандомно, ми його наносимо концентровано, спираючись на той масив даних, яким ми володіємо. Найближчим часом ситуація у противника буде тільки погіршуватись. პუტინის საოკუპაციო ჯარისთვის სამხედრო ლოჯისტიკური მარშრუტების პარალიზება უკვე სერიოზული დარტყმაა. ანექსირებულ ნახევარკუნძულთან დასაკავშირებლად რუსეთს ახლა მხოლოდ ქერჩის ხიდი დარჩა. თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით მისი ლოჯისტიკური მომარაგების ხაზად გამოყენება შეუძლებელი იქნება. ერთი, რომ გასულ თვეებში მიტანილი იერიშების გამო ხიდი დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებს და მეორე, სამხედრო ტექნიკის ან ბენზინ მზიდების გადაადგილების შემთხვევაში პუტინის საამაყო ხიდი ისევ უკრაინული დრონების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მას ვერანაირი ანტიდრონული ღობეებით ვერ დაიცავენ. წესით ამას რუსები უკვე თავადაც მიხვდებოდნენ. ყირიმის ხის პრობლემები ისედაც არაკლია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ის ხშირად იკეტება. დრონების თავდასხმის შიშით კი ღამის საათებში უკვე სარკინიგზო მიმოსვლა აკრძალეს. პუტინის საოკუპაციო ჯარისთვის სიტუაცია ყოველდღე მძიმდება. ამას კრემლის პროპაგანდისტებიც ხვდებიან. როგორც ჩანს, ისინი უკეთ აანალიზებენ, რომ 2014 წლის შემდეგ პირველად დადგა ანექსირებული ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე. Они активно режут нашу логистику Крым. ისინი აქტიურად უტევენ ჩვენს ლოჯისტიკას ყირიმში. ყველა გზა, ყველა მიმართულება, რომელიც ახალი ტერიტორიებიდან მოდის ყირიმში, არის უკრაინელი დრონების აქტიური კონტროლის და დარტყმის ქვეშ. მე ვფიქრობ, მიმდინარეობს სამზადისი масштабური სადესანტო ოპერაციისთვის. Что речь идет о подготовке широкомасштабной десантной операции. Ну чего ждать? Ждать десанта в Крым, который будет отчасти пиар-акции, да? И мы очень долго с ним будем возиться, как обычно. რასიზამენ უკრაინელები ყირიმში ხვალ არავინ იცის. ფაქტია, კიევს რაღაც გეგმა აქვს. ახლა მთავარი უპირატესობის ჩვენება იყო, რაც ტექნოლოგიური შესაძლებლობებით მოიპოვეს. განსაკუთრებით ბოლო ოპერაციების შემდეგ პუტინის საოკუპაციო ჯარის საბრძოლო და მორალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. როგორც ანალიტიკოსები წერენ, ეს ყველაზე შესამჩნევი ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა. სახმელეთო დერეფანზე უკრაინელების საცეცხლე კონტროლის გამო გართულებულია წინა ხაზის ტყვია წამლით საკვებით და ბენზინით მომარაგება. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ამის გამო საოკუპაციო ჯარის რამდენიმე დანაყოფმა უკან დაიხია. ეს მდგომარეობა, როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე მყოფ პუტინის სამხედრო მეთაურებს ფსიქოლოგიურ დარტყმასაც აყენებს. 11 ივნის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის 37 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან ყირიმიდან საკუთარი ქვედანაყოფისთვის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. მანამდე კი უკრაინის უპილოტო ძალებმა დრონებით თავდასხმისას მოკლეს რუსეთის გმირი, ბუნკერის დიქტატორის პირადი მომხსენებელი ნარან ოჩინგორაევი, რომელსაც რუსული პროპაგანდა სევერსკის განმათავისუფლებელს უწოდებდა. Вот если у вас есть какие-то вопросы по тому, что сейчас происходит в Северске, прямо у него спросить, это будет
ალბათ გაინტერესებთ, რატომ არის ასეთი მძიმე პუტინის არმიისთვის სამხრეთ დერეფნის როგორც მომარაგების მთავარი ხაზის დაკარგვა. გზა, რომელსაც საოკუპაციო ჯარი 4 წელი ფრონტის გასაძლიერებლად იყენებდა, ახლა მათი სიკვდილის ზონად იქცა. მასშტაბი რომ აღიქვათ, უნდა იცოდეთ, რამხელა ტერიტორიის კონტროლზეა საუბარი. უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ პუტინის არმიამ სახმელეთო მაგისტრალი როსტოვიდან, მარიუპოლის, ბერდიანსკის და მელიტოპოლის გავლით ანექსირებულ ყირიმამდე დაჩქარებულად გააკეთა. ეს სამხრეთ ფრონტზე რუსული ლოჯისტიკის მომარაგების ძირითადი ხაზი იყო. ეს გზა გამოიყენებოდა როგორც ნახევარკუნძულის, ისე ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტის საწოვით და საბრძოლო მასალებით მომარაგებისთვის. მაისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა კამიკაზე დრონებით ეს გზა საცეცხლე კონტროლზე აიყვანეს, ფრონტის ხაზის მომარაგება მინიმუმამდე შემცირდა. ტყვია წამლით და საწვავი დატვირთული მანქანები დანიშნულების ადგილამდე, ანუ წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებამდე ვეღარ მიდიან. საწვავის გარეშე კი შეუძლებელია საბრძოლო მასალის მიწოდება. არ მუშაობს ტექნიკის ნაწილი, რთულდება როტაცია და ევაკუაცია. ეს კი ისეთი პრობლემაა, რაზეც კრემლის პროპაგანდისტებიც საჯაროდ საუბრობენ. На данном этапе у нас не хватает ни силы, ни духа, ни собранности. И самое главное, не хватает целеполагания. У нас нет цели победить. ამ ეტაპზე ამ ყველაფრის დასასრულებლად არც ძალა ყოფნის, არც სულიერი სიმტკიცე, არც ორგანიზებულობა და არც ყველაზე მთავარია აკლია მიზანდასახულობა. ჩვენ არ გვაქვს გამარჯვების მიზანი. იმ რუსეთს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, მას გამარჯვება არ შეუძლია. ესე იგი, რაღაც სხვა რუსეთი უნდა ავაშენოთ. ერთმანეთის მიყოლებით გვიჭირან ტრასებს, თანაც არ მხოლოდ მათ, რომლებსაც უშუალოდ საბრძოლო შეხების ხაზამდე მივყავართ, არამედ ყველა შიდა ტრასას გადაჭრას იწყებენ. თანაც ეს პროცესი ახალ დაიწყო და მხოლოდ საწყის ფაზაშია. ბოლო პერიოდში მათ საოცარი ნახტომი გააკეთეს და სულ უფრო განვითარდებიან, რადგან მივხვდნენ, რომ ეს მუშაობს. И самое главное, они сейчас будут его накачивать новыми ресурсами, и они уже поняли, что это работает. Сейчас будет эксклюзивная вещь. Смотри, что они сделали. Вот он, красавчик. Смотри, как они его, бля, замаскировали. Военный бензовоз, бля. რუსებმა გამოსავალი ვითომი პოვეს და სამხედრო მანქანების შენიღბა დაიწყეს. უფრო კრეატიულებმა კი ეს მოიფიქრეს. С гуманитарной миссией в Запорожскую область, город Токмак, в связи с отсутствием бензина, наши ребята не могут выехать на боевые задачи, не могут выехать на эвакуацию наших 300-х. შექმნილი ვითარება ანექსირებული ნახევარკუნძულის მოსახლეობისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. რუსული პროპაგანდის მტკიცების მიუხედავად ყირიმში ცხოვრება უსაფრთხო აღარაა. იქაც უკრაინული დრონების სამიზნე ყოველდღიურად ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, თბოელექტროსადგურები და სამხედრო ბაზები. Слышно, да? Это в Крыму. Безопасно. Это днем. Курортный сезон и отсутствие бензина. ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი. იალტაში და სევასტოპოლში საკურორტო სეზონი ჩავარდა. И чистые дороги у нас в Ялте. Смотрите, но такого не было в июне месяце, но я не знаю. Ну, никогда. Владимир Владимирович, у меня к вам вопрос. Мне кажется, что ваша администрация вас обманывает. В стране плохо. Все тяжелее и тяжелее. ხალხი პანიკაშია, მაღაზიებში დახლები ნელ-ნელა წარიელდება, ბენზინი თითქმის აღარაა. QR კოდები, რომლის მისაღებადაც მოსახლეობას ყოველ საღამოს რუსული მესენჯერ მაქსის ისტერიული სკროლვა უწევს, არ მუშაობს. კოდი რომც მიიღო და კილომეტრიან რიგში ჩადგე, ბენზინის შესაძლოა არ შეგხვდეს, იმიტომ რომ საწვავი ყირიმში უბრალოდ აღარ შედის. მოსახლეობის ნაწილი ანექსირებულ ნახევარკუნძულს ტოვებს. Ну все, уезжаю я из Севастополя. Люблю я Крым, люблю Севастополь, но когда тебе говорят, что ты должен после работы все свое свободное время скроллить Макс, вернее там блог Развожаева, чтобы поймать QR-код какой-то. В 10 вечера, минуточку, когда я уже сплю. В 10 вечера я должна ловить его, там поймается, не поймается, кто-то часами ловит. И только после этого я могу заправиться. А зачем нужен Крым вообще, если никуда нельзя поехать, дышать этим воздухом, видеть море? Я не понимаю. Вот к этой заправке очередь получается. თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამტკიცებს, რომ ყირიმში ბენზინი არის და მისი აღების ინსტრუქციებს ავრცელებს. Бензин. В Крыму бензин есть.
только продается за гривны. Подходите к оператору, говорите «Доброго дня, слава Украине». Бензин Е, оператор отвечает «Героям слава, так Е». Только так вы можете купить бензин в Крыму. სლავა უკრაინის ძახილი მალე შესაძლოა პუტინის ჯარისკაცებმაც დაიწყონ, როცა მიხვდებიან, რომ ეს გადარჩენის ერთადერთი გზა იქნება. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელთა ინტენსიური საჰაერო დარტყმების შედეგად ოკუპირებული მარიუპოლის პორტის გამოყენების შესაძლებლობაც დაკარგა. ესეც ლეგენდარული აზოვის პასუხი კრემლის დიქტატორს. აზოვის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტები, ელექტროქვესადგურები, რადიოლოკაციური სადგურები, სარემონტო ობიექტები, სამეთვალყურეო კოშკურა და საწვავის საცავები კამიკაძე დრონებით განადგურდა. ოკუპირებული ტერიტორიების გარდა უკრაინული დრონები და რაკეტები რუსეთის სიღრმეშიც თავისუფლად დაფრინავენ. უკრაინას ომი სულ უფრო აქტიურად გადააქვს რუსეთის ტერიტორიაზე. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო საწარმოები მუდმივ სამიზნედ იქცა. აი ამ კვირის მთავარი მონაკარი. უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად სამარის ოლქში როსნეფტის კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, რადგან პირველადი გადამუშავების ორი მთავარი დანადგარი დაზიანდა. ისინი დღეში 10,000 ტონა ნედლსაწვავს ამუშავებდნენ. Смотри, охуеть! Сейчас въебет. Въебет сейчас. Сейчас въебет. Ебо! Это пиздец. Да ну нахуй, охуеть! Первый раз дошло до такого, что сирена ебашит. უკრაინული დრონები დაიბომბა კრასნოდარში აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხრეთში ერთ-ერთი უდიდესია. მიუხედავად იმისა, რომ კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონები მანამდეც იყვნენ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში ადგილობრივებისთვის მაინც სხვა გამოცდილება აღმოჩნდა. Наш дом. Тихо. Да ну нахуй. Пишите в комментариях, как вы отреагировали на ночные звуки. Мы, например, с женой буквально в центре города Краснодара чуть не открыли кирпичный завод. Я находился в ванной, скажем так, вместе с женой. მე აბაზანაში ვიყავი მეუღლესთან ერთად. ხალხო გირჩევთ, ნუ გადაიღებთ უსაფრთხო არა. ამით თქვენ უკრაინელებს კორექტირებაში ვერ ეხმარებით, მათ ისედაც კარგად იციან ყველაფერი. თქვენ თუ გადაიღებთ, მოიმზადეთ საგაგებო სიტუაციების შემოდანი, რადგან მოვა ამხანაგი მაიორი და 15 დღე წაგიყვანენ და იქ ჰიმსაც ისწავლით. Россия великая. Будете петь и рассказывать. კრასნოდარის მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველია საწვავის დეფიციტიც. ბენზინ გასამართსადგურებზე უკვე უზარმაზარი რიგებია. ზოგიერთი კი საწვავის უქოლობის გამო საერთოდ დაიკეტა. ადგილობრივი ხელისუფლება ვეღარ მალავს, რომ მიზეზი საწვავის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების მასირებული თავდასხმებია. В нефтедобывающей стране по 99 рублей. Почему? Да потому что нахуй ни на одной колонке, блядь, ни на одной. Нету 95-го, все, пистолет нет. Короче, даже понюхать нечего. Ладно, спасибо, я понял. Короче, ребятки, блядь, бензина вообще нет. Так, люди по часами стоят, чтобы заправиться. Все, бензина нету, все. Все, закончился бензин. Краснодар, ну что, приплыли? Никакого бензина нету, ни второго, никакого. Здрасте, добрый день. Вот, на велосипеды садимся, да, отец? Где бензин, мои дорогие? Я чувствую, надо покупать велосипед. Кстати, практично будет с клиентами ездить, без пробок. Как вы думаете? Давай. Все, ёбана в рот, блядь. О.
დრონების ფოიერვერკით მიულოცეს უკრაინელებმა რუსეთის დღე თათრეთის რესპუბლიკას. დარტყმის ქვეშ მოყვა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტანეკო. ეს საწარმო წელიწადში 17 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს და ქვეყნის ერთ-ერთ საკვანძო ობიექტად ითვლება. Там пиздец полыхает, Кристина, смотри, блядь. Там огонь с установку, нахуй. Все. Это ракета, что ли? Да, это ракета. Я прям слышал. Ебать! Ебать. Ух, блядь. უკრაინელებმა საკუთარი წარმოების ფლამინგოს რაკეტით დაბომბეს ჩუვაშეთის რესპუბლიკაში ქალაქ ჩებოქსაში მდებარე სამხედრო მოწყობილობების მწარმოებელი ქარხანა ვნիր პროგრესი. უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის დაშორებული ქარხანა რუსული არმიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროდუქციას უშვებდა, რომლებსაც დრონების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების დასამზადებლად იყენებენ. მედიის ინფორმაციით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი დრონებისგან დამცავი ბადეებით იყო შეფუთული, თუმცა განადგურებისგან ვერ დაიცვა. უკრაინელები დრონებისა და რაკეტების მოქმედების რადიუსს სულ უფრო აფართოებენ. უკრაინის საზღვრიდან 1600-მდე კილომეტრი მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. სამხედრო წარმოებისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიყენებული დარტყმები ზიანს არა მხოლოდ არმიას აყენებს, არამედ შიდა ბაზარსაც. გარდა ამისა, ამგვარი შორსმოქმედი სანქციებით უკრაინა აიძულებს რუსეთს ფრონტის ხაზის გარდა ქვეყნის შიგნით უზარმაზარი ტერიტორიაც დაიცვას, რაც მათ საჰაერო თავდაცვის ძალებს კიდევ უფრო მეტად ფანტავს. თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი მხოლოდ კრემლის დიქტატორის უსაფრთხოება. რუსული მედიის ინფორმაციით, დრონების თავდასხმებისგან პანიკაში მყოფებმა პუტინის ვალდაის რეზიდენციასთან დრონებისგან დამცავი ბადეები გაშალეს. მოსკოვში კი კრემლის სიახლოვეს მაღალსართულიან შენობებზე საჰაერო თავდაცვის სისტემებს ამონტაჟებენ. მოსაყოლი კიდევ ბევრია. უკრაინის შეიარაღებული ძალები პუტინის არმიას ახლაც ჯოჯოხეთს უწყობენ. დრონები აქტიურად მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა პრობლემები მათაც აქვთ. ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკასთანაა. როგორც სამხედრო მიმომხილველები წერენ, პუტინის არმია ქალაქს რამდენიმე მიმართულებით უტევს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მას ჯერ არ ტოვებენ.